აი ჩვენ ფუტკარაძეები ამოვედით, ჩვენ მივდივართ მაჭახის ხეობაში, საფუტკრიეთში, რადგანაც ჩვენ უკვე ჩვენი ძირძველი ფუძე სადაც არის, გვაინტერესებს ძალიან ბატონი ზურაბ ზაქარიაძე, რომელიც ისმაილ ფუტკარაძეს შვილიშვილია, ჩვენ შეკრებაზეც ვწარდებოდით და უკვე საგვარეულო კავშირშიც გაწევრიანდით, რადგანაც იყვართ ეს საომავლო ბაბუის ბესვები და ამიტომ აგვიხსენით, ჩვენ უკვე ვართ აი ვიმყოფებით აჭარისწყალზე, ეკლესიაში თქვენ წარმოთქვით დანარჩენი როგორ და რანაირად. ახლავე აცოდინებთ 2001 წლის 28 მაისს მეუღლე დიმიტრი აკურთხა ამ ტაძრის საძირკველზე. ეს არის ყოვლადწმინდა იუველის კარიბის ხანის სახელობის ტაძარი. წონებულმა მამაჩებმა ამ ტაძრის მშენებლობა მიუძღვნა ის 1927-28 წლებში დახვრეტილ მამას იძიას და ბაბუას ედემაღა ზაქარიაძე. ედემაღა ზაქარიაძე დიდი გამარჯვება, დიდი წვლილი შეიტანა სოფლის ისტორიაში. მან პირველი ქართული სკოლა დააარსა ამ სოფელში, სადაც ბავშვები ქართულს სწავლობდნენ. მის დაბრუნებულ ტერიტორიაზე უფლის ნები და ღვთისწყალობით აეგო ეს ტაძარი. ამ ტაძრის შესახებ ემიგა ვიაკოთ რა რომ ტაძრის მშენებლობაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვისაც როგორც შეეძლო. ეს ტაძარი განხილდა ამ ტაძრის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში და 2006 წლის 4 სექტემბერს მეუღლე დიმიტრიმ აკურთხა ტაძარი, რომელიც არის მოქმედი. ამ ტაძრის წინამძღვარია მამა იოსებ მამუგაძე. კარგი ბატონო, შევიდეთ, ვნახოთ, მერე თქვენი მშობლებიც როგორც გავიგეთ, აგერ ეზოში სასაფლაოც არის, მოვინახულოთ იგიც. შეიძლება. ჩემი მშობლები, ესე იგი, წარწერა არის, რომ აქ განისვენებენ ამ ტაძრის ამშენებლები. თომა ჯუმბელი, ზაქარიაძე და სვეტლანა ფუტკარაძე, ისმაილი სასული. ანუ მათ ერთობლივად ამ საქმეს მიხედეს და აქამდე ეს ტაძარი არის მოქმედი. ხოთ 40 ტაძარი. ამ ხატის სახელობის ტაძარია. საერთო-ყოვლადწმინდა იუველის კარიბჭის ხატი, რომელიც არის დამზადებული ათონის მთაზე და ხატის ზუსტი ასლია ეს. Sağ olun, sevgili, şöyle yerinde sosyal olmalı. Şöyle böyle bir mesafeyi